არის კიდე მეორე მხარე, სადაც სუფთა ემპირიული დაკვირვება. უბრალოდ ქუჩაში გავიაროთ რა. მეტროში ჩადით უბრალოდ, მეტროში ჩადით, დააკვირდით, ავტობუსებში ადით და კიდევ აი მაგალითად ფიტნეს დარბაზებში ნახევარი ქართველი არ არის. ყველა არაბი არ არის მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ნახევარში. მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ნახევარზე მეტი არაქართველია. იქ არაბიც არის, ინდოელიც არის, პაკისტანელიც არის, სლავებიც არიან, მაგრამ ძირითადად ეს ხალხია რა. ესე ადრე არ იყო. ჩვენ ვერ ვნახავდით, რომ დაუშვათ იქ სათამაშო მოედნებზე, რომ ბავშვები გარეთ იდგნენ და ელოდებოდნენ ახლა ვიღაცა პაკისტანელები როდის სწავლენ იქიდან, რომ ახლა თვითონ ესენი შევიდნენ. ეგეთ რამე ადრე არ იყო, ეხლა არის. თან საგანგაშო სურათი ის არის, რომ ჩვენთან ჩამოდიან ძირითადად ახალგაზრდები. ისეთი ასაკის ხალხი, რომლებიც არიან საომარ ასაკში, გამოირჩევიან ხშირად გონორით, არა მარტო რაოდენობრივად იზრდებიან. მათი გონორი იზრდება. ხალხი მაგიტომ უნდა გამოფხიზდეს და ჩვენს მიერ დაანონსებულ აქციაზე მაგიტომ უნდა მოვიდნენ, რომ ამ ქვეყანაში დავრჩებით ჩვენ. და ის ხალხი, ვინც ამას ასპონსორებს და აპრავებს ამ არაბიზაციას, ისინი არაპირებენ ხალხო ამ ქვეყანაში დარჩენას. ევროპაშიც სახლებიც აქვთ, იქ ნაყი და მოქალაქეობაც აქვთ, იმათ საერთოდ არ ეხებათ ეგ პრობლემა. თქვენ შეგეხებათ ეგ ყველაფერი ის არაბი და პაკისტანელი იქნება თუ ვინც იქნება თქვენ შეგაწუხებთ, თორე ისინი არ შეწუხდებიან კაცო მაგით